გამარჯობათ, კარგად მოგალოდეთ ტელეეკრანებთან და არ გამოტოვოთ კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები ქართული და უცხოური შოუ ბიზნესიდან. სპორტის სასახლეში 15 აპრილს არაერთი სიურპრიზი მზადდება. ჯგუფის საუნდის და სალომე გასვიანის სიმღერის პრეზენტაცია შედგება. როგორც გავიგეთ, რა ძალიან სერიოზული კონცერტი უნდა იყოს სიყვარულის დღესთან დაკავშირებული 15 აპრილს. გამოვათ ჩვენც სალომეც და ჩვენ შევასრულებთ იმ სიმღერას, რომელიც ჯერ არ შესრულებულა სცენაზე. ეს არის თეთრი ზღაპარი, ეს არის ჩვენი დუეტი და იმედია კარგად ჩაივლის ყველაფერი. ეხლა თავიდან უნდა ჩავწეროთ და უნდა იყოს იქ აფრინდება. იქ რაღაც სიტყვაში. ერთი სიტყვა არის შეცდომა ჩვენს დუეტში. გული შენთვის აფრინდება უნდა ჩავწეროთ. პირდებიან ორგანიზატორები, რომ ძალიან კარგი სანახაობა იქნება 15 აპრილს სპორტის სასახლეში და ჩვენ ვეცდებით ჩვენი მხრივ რაღაც წვლილი შევიტანოთ ამ კონცერტზე, იმიტომ რომ ჩვენ და სალომეს დუეტი არ შესრულებულა წეღან ახსენთემურიმ სცენაზე და იქნება პრემიერა სცენაზე, ანუ ამ სიმღერის. ძალიან კაი შემსრულებლები ძალიან ბევრი მომღერალია, კარგი მომღერლები და რა ვიცი, მეგონი კარგი იქნება, კაი კონცერტი იქნება. მე იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩატარდება, კონცერტიც კარგად ჩაივლის, მაყურებელიც ნასიამოვნები დარჩება და რა ვიცი. მე შევეცდები ვასიამოვნო მაყურებელს. ულოცავ ახალგაზრდულს დაბადების დღეს, ვუსურებ წარმატებებს ყველაფერში. შევასრულებ ამერიკაში ჩაწერილ ორ ინგლისურ სიმღერას. და ეს იქნება პრემიერა სცენაზე ეს სიმღერები. შევასრულებ ალბათ My Brown Eyed Boy და ალბათ With Your Voice. სანამ კვირის ინფორმაციებს შემოგთავაზოთ, მინდა ორი სიახლეც გაგაცნოთ. ოპერისა და ბალეტის თეატრში ზურაბ ანჯაფარიძის დაბადებისა და გარდაცვალებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. სპეციალურად ამ საღამოზე მოსკოვიდან დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქალბატონი მაყვალა ქალსრაშვილი ჩამოვიდა. ასევე სტუმრებს შორის იყო ვლადისლავ პიავკოც. სამწუხაროდ ზურაბ სოტკილავან გადაუდებელი გეგმების გამო ჩამოსვლა ვერ მოახერხა. თუმცა ბოლომდე ელოდებოდა მას ქართული საზოგადოება. და საოცარი სამეგობრო კაცი იყო ცხოვრებაში. ისეთი ალალი, გულწრფელი, ხუმარა, იუმორის პატრონი. ის მარტო თავის მომღერალი არ არის, ის არის ჩვენი ერის მომღერალი, ჩვენი ზეცის მომღერალი, ჩვენი მიწის მომღერალი. რაღაც განუმეორებელი სითბო და სიტკბო ქონდა და შინაგანი რაღაც სიღრმე ისეთი, რომელიც ასე იგი და ტემბრი ისეთი, რომელიც არასოდეს არ განმეორდება ბუნებაში. 13 აპრილს ბუნების გამოსოცხლებასთან ერთად მცხეთაში მწვანე აქცია მოეწყო, სახელწოდებით ჯეოსელი და მისი მეგობრები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის. აქციაში მონაწილეობა ბავშვებმაც მიიღეს და მცხეთაში იაპონური ჯიშის, კაკის, იგივე ხუნმის ხის ნერგებიც და ქართული შოუ ბიზნესიდან ამ ისტორიული ქალაქის გამწვანებით მხოლოდ თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილა დაინტერესებული, რომელიც ჩულებთან ერთად იყო ჩასული. აქციაზე იაპონელ სტუმრებთან ერთად სხვა უცხოელებიც იყვნენ. ამ ხის ისტორია ნაგასაკიდან მოდის. ეს მსოფლიო მასშტაბის პროექტია და ყველგან მას ბავშვები რგავენ. ასევე ხდება საქართველოშიც. მცხეთა ავირჩიეთ იმის გამო, რომ ამ ქალაქს ძველი და ტრადიციული ისტორია აქვს. ამერიკელებმა ჩამოაგდეს ბომბა და მარტო ეს ხე გადარჩა. ყველა შეგვიძლია თითო ხე დავიღოთ. ისე რომ აიქ არის ნერგები და ეხლა ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია თითო აიღოს. არიან. ახლა დავუწყი, ნელ-ნელა დავუწყი. ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ეს ხალხი, აი ეს იაპონელი კაცი, რომელმაც მეცნიერი, რომელმაც გაამრავლა ის ხე და
დღეს მამუკა ჯაფარიძე, რომელმაც აი ესეთი დიდი საჩუქარი მიუძღვნა მცხეთას და აი მე ვხედავ ამდენი გაბწყინებული ბავშვების გაბწყინებულ სახეებს. კაკის ხე იაპონიაში ნაგასაკიში იზრდებოდა. დაბომბვის შედეგად იქ ყველაფერი განადგურდა და მხოლოდ ეს ხე გადარჩა. ამიტომ იგი მშვიდობის სიმბოლოდ ითვლება. როგორც ვიცით, საქართველოშიც არის კონფლიქტი და მე ვისურვებდი, რომ ამ ხეს მშვიდობა მოეტანოს თქვენი ქვეყნისათვის. უკვე მესამე წელი არის, რაც ჯეოსელიკა ეს გაზაფხულობით და შემოდგომებით მწვანე აქციებს ატარებს და წელსაც ვაპირებდით ჩვენ ამის ჩატარებას, როცა მამუკამ მოგმართა თავისი წინადადებით და ჩვენთვის იყო ძალიან საინტერესო და გადავწყვეტეთ ჩვენს მწვანე აქციასთან გაგვერთიანებინათ. ახლა კი კვირის საინტერესო მოვლენებს გადავხედოთ. აჭარე მუსიკოლში მუსიკისა და ცეკვის გარდა თურმე მოდების ჩვენების ნახვა შეგიძლიათ. ახალგაზრდა დიზაინერმა ოლიკო ბერაძემ თავისი ახალი კოლექცია წარმოგვიდგინა. ჩვენებაში მონაწილეობა მიიღეს სამოდელო სახლის ამსას მოდელებმა. ეს თეატრალიზირებული ჩვენება გახდათ, რომელზეც წარმოდგენილი იყო ახალი კოლექცია. რაც შეეხება დიზაინერს, ის გახლავთ რუსკი სილუეტის 2 მთავარი პრიზის მფლობელი. სწორედ მათ მიერ იყო გაგზავნილი ოლიკო ბერაძე სტამბულში ლასალას სახლში სტაჟირებაზე. მე მგონი წარმატები ჩაიარა ჯერ ძალიან ღელა აი ამ წუთას დამთავრდა არც გავშუვარჯერ იქი და რა ვიცი აი ძალიან მიხარია მაგრამ აი ძალიან ნერვიულობ ახლა ამ წუთას თუ დაწყება იყო ესეთი ლამაზი მე დარწმუნებული ვარ რომ გაგრძელება კიდე უკეთესი იქნება უსურვებ ძალიან ბევრ და დიდ წარმატებებს და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ესეთ რაღაცებს. საერთოდ ეს DJ და ჩვენება ერთად მე მგონი თბილისში პირველად იყო. ასე რომ იდეამ გაამართლა. თეატრალურ სარდაფში წარმოდგენა მოეწყო სახელწოდებით ქართული ექსპედიცია. უცხოელი სტუმრების, კერძოდ კანადელი მოყვარული მოგზაურების თვალით დანახული საქართველო კი ასეთი. ერთი ლუდია კარგო. ეს პირველი უცხოენოვანი, ანუ ინგლისურენოვანი წარმოდგენაა საქართველოში, რომელიც მუსიკალურად ქართული ფოლკლორით იყო გაფორმებული. მოკლედ, წარმოდგენა საკმაოდ საინტერესო და სახალისო იყო. ჯერ ის არის რომ ჩემი მეგობრები არიან კანადიდან ჩამოსული და ძალიან საინტერესო პროექტი ქონდათ დაგეგმილი და მეც დავინტერესდი და რომ მითხრეს რომ თარჯიმანი გჭირდებაო მომეწონა იდეა და თან სიმღერები უნდათ სპექტაკლისთვის და ეგ ჩემი საქმეა. ბევრი რამე ძალიან სევდიანი დაუნახიათ. რა თქმა უნდა ცოტა მეტი მოეჩვენათ ბრუტალური რომელსაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ. ჩვენ გონია რომ ამ გადაიარა ომი დამთავრდა კარგი ხანია და დაიწყო სხვა ეთყობა არ დამთავრებულა ეთყობა უბრალოდ ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ და ამის ნიშნები კიდევ არის. And moved me very deeply. Okay. 13 წლის წინ პირველად ნახე საქართველოს თეატრი და მამან მე ძალიან შემძრა ახმაფთოვანა. Yes. What you saw? Which? What did I see? 13 years ago, I saw Don Juan. Don Juan. And Masusi. Both of them were extraordinary. დაინახეთ თქვენ თვითონ როგორ შეუსწავლიათ და როგორ კარგად უნახავთ. უცნაური ხალხი იყო, დადიოდნენ ჩვენთან, ხან არ ახსოვამდით ხან რაღაცას, მე მეგონა გადარეულები და თურმე როგორ ჩაფიქრებული და ღრმა ხალხი ყოფილა.